რა გამოვიარე იმისათვის, რომ ეს აუზი ჩემს ეზოში ლამაზად მდგარიყო. მოკლედ, აი მარტჯიზე შევიძინე ეს აუზი ძალიან მაგარ ფასად, მაგრამ ვერ ვდგამდი ვერანაირად, რადგან უსწორმასწორო მიწაა ჩემს ეზოში მშენებლობებიდან გამომდინარე. ძალიან ბევრი არათანაბარი ადგილია. მოკლედ, გადავწყვიტე, რომ ხრეში მომეტანა ეზოში დამეყარა და ხრეშის მეშვეობით გამესწორებინა მიწა. ჩემი ძმა უკვე ემზადებოდა თავის მეგობრებთან ერთად, რომ ეგონა რომ ძალიან მალე დავდგამდი აუზს და საზამთრო იყიდეს, რომ ვიქეიფოთო. ასე მარტივი არ იყო. ეს ჩემი დეიდაშვილია დათუნა, რომელიც ყოველთვის გვერდში მიდგა საქმეების დროს. შემდეგ ცოტა ხანი შევისვენეთ საქმეების შემდეგ, გემრიელად მივირთვით ლობიო და სალათა. გაბრიელი კამერით მოვიდა სახლიდან, ჩემი ბიძაშვილის შვილია და ეგონა რომ აუზი უკვე დახვდებოდა, მაგრამ სამწუხაროდ ვაცურავე აუზის გარეშე, როგორც ქუთაისში მოხდა ერთ-ერთი ამბავი თუ გახსოვთ. აუზის გარეშე რომ ცურვას ასწავლიდნენ ბავშვებს, აი ესე ვაცურავე. წავედი ლოტკინზე ერთ-ერთ ადგილას, სადაც იყიდება ხრეში, დავტვირთეთ მანქანა ხრეშით, მოვიტანე ეზოში და დავიწყეთ ნელ-ნელა გადასწორება. ცოტა ხანში ისე დავიღალე, რომ ჩემი ძმაზე გავღიზიანდი და ყველაფერი მას დავაბრალე, რომ შენი ბრალია, რომ ასე დავიღალე მეთქი და რეალურად მართლა მისი ბრალი იყო. შემდეგ რომ გავღიზიანდი, ჯავრი ვიყარე ცოტა ხნით, მასზეც და ათუკიზეც. ნელ-ნელა დავიწყეთ აუზის აწყობა. არ არის თლად მარტივი ამბავი აუზის აწყობა. ცოტა ნერვები უნდა ყოფნიდეს, რომ გაუძლო ამ ყველაფერს. მოკლედ ამასობაში დაღამდა, ბევრი ვიწვალე, ბევრი ვიშრომე. შლანგი ჩავაგდე, რომ გავსებული იყო აუზი მთელი ღამის მანძილზე და გათენდა და ჩემი ძმა ბედნიერია. ასევე გეტყვით იმას, რომ ეს აუზი შეგიძლიათ შეიძინოთ აი მარტჯიზე ძალიან იაფად. წარმატებები